შემდეგ უკვე აი დინამოში რო გადახვედით, დედა თუ ესწრებოდა ხოლმე თამაში. მაგისაც დედაჩემს არ ცალოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით 5 დედმამიშვილი, 8 დედმამიშვილი ვიყავით. ეხლა დავრჩით 3 დედმამიშვილი. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენთვის აი ესე არ ცალოდა რა, რომ ესე იგი ჩვენთვის ეს სტადიონებზე წამოსული იყო და ესა რა. ან მამა გარდაიცვალა, თქვენ იყავით პატარა იყავით 6 წლის ვარ. შვილი გაზარდა დედამ. დედამ გაზარდა ვაშკი. ოდა ნუ გვირიდე და არა გიგო. ნამდვილად ციგნერი. იცოცხლა 94 წლამდე იცოცხლა. რამოდენი წლის უკან გარდაიცვალა. და მე ვიტყვი რომ მე ძალიან ადრე დავიწყე შრომა რა მე უკვე ქუთაისში რომ მოვხვდი ვიყავი 16 ჩუნელის ვიყავი. უკვე ჩუნელისთან ხელფასი მქონდა რა. მაშინ ხელფასი სასილო ხელფასები იყო, მაგრამ პირველი ხელფასი იყო 80 მანეთი. მე ქუთაისში რომ მივყავდი ძირითად შემადგენლობაში 120 მანეთი. და თბილისის დინამოში იყო 250 მანეთი. და მოგებაზე იყო 100 მანეთი, მაგრამ უნდა მეგეგო კი. ხო, პრემია, მაგრამ უნდა მეგეგო კიევის დინამოზე, მოსკოვის დინამოზე და მოსკოვის სპარტაკზე. მოდი და მოვიგე. და ორი მოსაგებია. ავიდო, ჩვენ მაშინ ეგრე არ იყო, ჩვენ ისე იგი ოღონდ გვეთამაშა თბილისის დინამოში. რის ხელფასი რა, ხელფასი რა. დედა ხო უძლიერესია და გმირია და დედასთან. მაგრამ მარტო ხელადედები არიან ორმაგად გმირი. ორმაგად, სამაგად. ხო, მე მიკვი როგორ შეიძლება, ავიცი და სულ მოწიწებით და მოფერებით სულ იმაშობოდი, იმიტომ რომ მე ძალიან იშვიათად ჩამოვედი თბილისის დინამოში, მე უკვე არ იყო იმის დრო რომ სულ ქუთაისში და აქეთ არ მოდიოდა ჩემი. იმიტომ რომ შეჩეული იყო საკუთარი ეზოს და ახლა ეზოს მიჩეული კორპუსში ძნელია ცხოვრება რა. დედის სახელი და გვარი მინდა ვთქვათ, რომ ჩვენს დაგვჩეს ამ ადამიანის, ამ გმირი ადამიანის სახელი და გვარი. ნადეჟდა ჩაკვეტაძე. ჩაკვეტაძე. ეწერა, მაგრამ ნადეჟდას უძახოდით. მადლობა მინდა უთხრათ თქვენს დედას ასეთი ღირსეული შვილების აღზრდისთვის. მართლა 8 შვილი გაზარდო მარტო, ყველა გზაზე დააყენო და თან ისეთ გზაზე რომ გეამაყებოდეს ძალიან რთულია.